მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის ახალი ფეხბურთის მასწავლებელი, მე ვარ საგა და დროა მიმოვიხილოთ ეს კვირა ფეხბურთში. ეხლა ამ კვირაში ძირითადად უпроსოდ მთლიანად შევეხები მე ჩვენი ნაკრების თამაშებს, ჩვენი ნაკრების მომავალს და ამ ყველაფრის გარშემო ვისაუბრებ. ესე იგი, ორი თამაში ჩავატარეთ ისრაელთან და ლიეტუვასთან. ისრაელთან თამაშზე ვიყავი სტადიონზე. თავიდან კარგი იყო, მაგრამ მე მაინც იმედგაცრუებული წამოვედი. და სანამ საერთოდ თამაშებზე გადავალთ, ეს რაღაცას ვიტყვი რა პირველ რიგში, სანამ თამაში დაიწყებოდა, იყო წუთიერი დუმილი, რახან პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა, ამის გამო თამაში დაიწყო წუთიერი დუმილით. ვიღაცა ემო, ბიჭო, ამ წუთიერი დუმილის დროს დაიწყეს რაღაც საქართველოს გაუმარჯოს და რაღაცებს ყვირილი. ანუ ძალიან დიდი ბოდიში რა. ვაფშე არა ვარ მორწმუნე, არავის მრევლი მე არა ვარ. და აი არანაირი ის არა მაქვს მაგის რა, მაგრამ შობელძაღლი, როცა არის წუთიერი დუმილი, კეთილი ინებეთ და ენა ჩაიგდეთ რა. მაგის უნარი თუ არა გაქვთ, ვაფშე ნუ მოდიხარ სტადიონზე. არა აქვს მნიშვნელობა რისთვის არის წუთიერი დუმილი, გამოცხადა წუთიერი დუმილი, გამოცხადა პატივისცემა ადამიანმა რა. არა აქვს მნიშვნელობა ეხა რაფერი მაშობოდი რა, სულ პატრიარქს ნათქვამი ყოფილიყავი თუ ვაფშე ათეისტი, არა აქვს მნიშვნელობა. წუთიერი დუმილი არის, კეთილი ინება ერთი წუთის განმავლობაში ენა ჩაიგდე რა. ისე მომეშალა მაგას ნერვები, რომ მეტი არ ვიცი, ეგეთი უმსგავსობა რა უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, რა ის გამო არის წუთიერი დუმილი. შეიძლება სულ არ იყოს შენთვის რელევანტური. მაგრამ კეთილი ინება ენა ჩაიგდე რა. ეს აუცილებლად უნდა მithვა, ძალიან დიდი ბოდიში რომ ესე ნოტაზე დავიწყე, მაგრამ მაგარ ნერვებს მიშლის, როცა ხალხი წუთიერ დუმილს არ ვობს. არა აქვს მართლა მნიშვნელობა რის გულისთვის არის წუთიერი დუმილი და რას მიაგებენ პატივს. ეხლა რაც შეეხება თვითონ თამაშებს, პრინციპში ისრაელთან ეხლა რეალურად ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურმა ოსტატობამ გაგვიყვანა ორი ბურთი წინ, სხვა პრინციპში იმ თამაში ისეთი არაფერი გვიკეთებია და პატარა მონაკვეთი, სადაც რაღაცა ყურადღების კონცენტრაცია დაიკარგა დაცვაში, გამოდგა საბოლოო ჯამში გადამწყვეტი და შეცვალა შემოსულა ფეხბურთელებმა, გაგვიტანეს გოლები და საბოლოოდ მორჩა თამაში ფრედ, რაც ძალიან იმედგამაცრუებელი იყო. მე ძალიან მიყვარს ხოლმე სხვა შორის ლოკომოტივზე მისვლა, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან კაი ადგილი მხვდება, ყოველთვის ვიღებ საბედიეროდ არის ხოლმე ადგილები და ყოველთვის ვიღებ აი ზუსტად შუაში მშვენიერ ადგილას. ძალიან კაი ხედი მქონდა ხვიჩა კვარაცხელიას მეორე გოლის განსაკუთრებით და მაინც იმედგაცრუებული და ცოტა პირში ჩალა გამოვლებული წამოვედი იქიდან, იმიტომ რომ არ იყო ის შედეგი, რომელიც გვინდოდა, რის იმედიც ჰქონდა რა. ჩვენი ნაკრების დონიდან და ისრაელის ნაკრების დონიდან გამომდინარე, წესით ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, ესეთი ლაფსუსები არ უნდა მოგდიოდეს. კი იყო ამხარაგური შეხვედრა, კი არის ექსპერიმენტალური შემადგენლობა, მაგრამ ამ ექსპერიმენტალურ შემადგენლობაში ეხლა პირველ ტაიმში ისე იყო, რომ საერთოდ ჩვენ ვიჯექით იმ ფლანგზე იყო გიზი მამაგეიშვილი და ბურთი არ მისვლია ფაქტიურად ბიჭს რა. ჯერ ეს ერთი ხო თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა, საერთოდ არა, მარჯვენა გარემ არბი თუ არა ლატერალი თუ რაც ქვია მაგ პოზიციას. ბურთი არ მისვლია ფაქტიურად. რამდენი შემთხვევა იყო, რომ აი ვიძახდით თელ ტრიბუნა, რომ ამას მიეცით ასე და კაცი შვილი არ იმჩნევა. ბუნებრივია რომ ყველა იქით მეორე ფლანგზე ეზიძებდა ხვიჩას და წიტაიშვილის კომბინაციას, მაგრამ დიდად კარგად ესეც არ გამოდიოდა. მაინც საბოლოო ჯამში კვარაცხელიას აი ინდივიდუალურმა ოსტატობამ და აი ნიჭმა გაიტანა თავისი და ორი ბურთი გაიტანა. ეხლა მეტი რა ექნა. ყველაფერს ხვიჩა კვარაცხელია ვერ გააკეთებს ამ ნაკრებში და ეხლა მეორე თამაშს რაც შეეხება, იქ რეალურად ის მომენტია, რომ ეს ლიეტუვის ნაკრები სრულიად უუნარო არის შეტევაში. კომენტატორებიც არ მომდნენ მატჩის წამონის დროს, რომ
უბრალოდ დიდი ანგარიშით აღარ აგებენ და რაღაცა დაცვაში თამაში ცოტა დაალაგებული აქვთ. მაინც მოახერხეთ იმათი გატეხვა, კაი ხანი დაგჭირდა 11 მეტრიანი დაგჭირდა, მაგრამ ნუ რაც არის და ეს თამაში მაინც მოვიგეთ, რაც ცალსახად პოზიტივი არის ჩვენი ნაკრებისთვის. მაგრამ მე უმეტესწილად ამ ვიდეოს დიდი დრო მინდა დავუთმო ნაკრების მომავალს და რა იქნება მომავალში და როგორ უნდა გავაგრძელოთ თამაში. პირველ რიგში უნდა ვთქვათ იმაზე, რომ გურამ კაშია დატოვებს ნაკრებს შემდეგი სანაკრებო პაუზის მერე. მე ფაქტიურად მთელი კარიერა გურამ კაშიას თვალი ვადევნე. ძალიან კარგად მახსოვს ჰოლანდიის ჩემპიონატი, რომ გადიოდა საქართველოში ეს პირველად, გადავრთე ვიტესის თამაშის საყურებლად გიორგი ჭანტურიას გამო. მე მაშინ ჭანტურია ვიცოდი, კაშიას საერთოდ არ ვიცოდი თუ ვიტესში იყო. ჭანტურიას საყურებლად გადავრთე და შემხვდა ვიტესი აზე ალკმარი. და პირველივე რაც მოხდა ამ თამაში, ვაფშე პირველი რაღაცა რაც მოხდა ამ თამაში იყო, რომ კაშიამ თავით გაიტანა გოლი. და მე ვთქვი, ეს საქარი კაცო, იქან ნაკრებში იყო ერთი-ორჯერ გამოძახებული რაღაცა დინამოში მსმენოდა, მაგრამ არ ვიცოდი რომ ვიტესში იყო და მე ვთქვი, ესეც აქ არის და ისე გამიხარდა რაღაცა და მე საერთოდ კაპიტანი გახდა და ანუ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ვიტესში და იქ ძალიან მაგრად უყვართ და რაღაცა მონაკვეთი იყო, სადაც ერთ-ერთმა მწვრთნელმა არ მახსოვს ზუსტად იმ მწვრთნელის სახელი, მაგრამ სკამზე დასვა 4-5 თამაში და ტიპე მთელი ეს სტადიონი მთელი თამაში სკანდირებდნენ გურამ კაშია და იმენა ძალიან გამისწორდა რომ ესე აფასებდნენ ამ კაცს, იმიტომ რომ მართლა იყო დასაფასებელი, მართლა ძალიან კარგად თამაშობდა, მართლა ძალიან მაგარი კაპიტანი იყო და აბსოლუტურად არაფრით არ იმსახურებდა სკამზე ჯდომას იმ გუნდში. ვერაფრით ვერ მქონდა მეც გაგებული, მაშინ რატო იჯდა სკამზე და საბოლოო ჯამში დააბრუნეს ძირითად შემდგომაში და ყველაზე წარმატებული ხანა ვიტესის რაც არის, მაგრამ კაშიას კაპიტნობას უკავშირდება და საერთოდ ერთადერთი ტიტული აქვს ამ გუნდს თავისი არსებობის განმავლობაში მოპოვებული და ისიც კაშიას კაპიტნობით მოიპოვა. მახსოვს ეგ მაგ თამაშს უყურე, რაღაცა ბედურ სტრიმზე უყურე, რომელი პიქსელი იყო ბურთი და რომელი ფეხბურთელი ვერ ვარჩევი. მაგრამ იქ იმის რა ქვია, რიკი ვალუსვინკელის დუბლით მოიგეს და სანამ თავს აღმართავდა კაშია გაითიშა სტრიმი, იმას ვერ უყურე თავს აღმართოს. ხო და მაგრამ თამაში თვითონ უყურე და ძალიან კარგად მაგონდება ეგისა და ვაფშე კაშიას ვიტესში გატარებული პერიოდი იყო საუკეთესო მის კარიერაში და დაიმსახურა რომ იმ გუნდის ლეგენდა არის და ზოგადად საქართველოს ნაკრების ლეგენდა არის და ქართული ფეხბურთის ლეგენდა არის და კაში არის სხვათა შორის ძალიან იშვიათი კატეგორიის მცველი, რომელსაც ძალიან მაგრად შეუძლია დაცვის ხაზის ორგანიზება. ეს არის კაშიას ყველაზე დიდი უნარი და ყველაზე მთავარი პლუსი ჩემი პირადი მოსაზრებით, იმიტომ რომ მე რასაც ფეხბურთს უყურებ, უფრო იშვიათი არიან ეგეთი მცველები. მცველები, ვისაც დაცვის ორგანიზება შეუძლიათ. რომ მუდმივად იყვნენ კავშირში მეკარესთან, მარჯვენა მცველთან, მარცხენა მცველთან, პარტნიორთან, ყველასთან, რომ აბა შენ აქ იქ საყრდენ ზონასთანაც. და ეს უნარი გამოიმუშავა კაშიამ, იყო ძალიან მაგარი კაპიტანი და რა მადლობის მეტი ამ ბიჭისთვის მე პირადად არაფერი არ მეთქვის, მართლა ესე დეტალურად ვადევნე მის კარიერას თვალი და ძალიან მიხარია რომ ამდენი ხანი ითამაშა ნაკრებში, ძალიან კარგია რომ სწორი კაშია არის საქართველოს ნაკრებში, ყველაზე მეტი თამაშის ჩამტარებელი მოთამაშე და კაპიტანი და ძალიან კარგია რომ მისი კაპიტნობით გავიდა საქართველოს ნაკრები საერთოდ ევროპის ჩემპიონატზე და იქ მისი კაპიტნობით ვითამაშეთ და ეს მიღწევა რომ მის კარიერას ერგო არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მისთვისაც და მე ვფიქრობ რომ მეტსაც იმსახურებდა გურამ კაშიას უნარები და აი ეს დონე რაც მას რეალურად ჰქონდა მეტს იმსახურებდა. ანუ ვიტესი და სან-ხოსე და სლოვან ბრატისლავა არ არის საკმარისი აი იმ ტალანტისთვის და იმ უნარებისთვის რაც გურამ კაშიას ჰქონდა. ბევრად უკეთეს ლიგებში, ბევრად უკეთეს გუნდებში შეეძლო თამაში და ძალიან წდება გული რომ არ გამოვიდა ასე, იმიტომ რომ ეკუთვნოდა ნახდა ამ კაცს რა.
და ეხლა რაც მისი წასვლით რჩება ნაკრებში, ეს არის ქაოსი დაცვაში. იმიტომ რომ რავი, ყველა დამეთანხმებით ალბათ, რომ როცა კაში არ არის, როცა კაში არ თამაშობს, დაცვაში არის ქაოსი. არ არის არავინ სხვა, ვინც ამ დაცვას დაალაგებს და რაღაცა თავებით ასკდებიან ხოლმე ზოგჯერ ერთმანეთს მცველებიდან. ჩემი აზრით ამის წამალი არ არის სამცველიანი ტაქტიკა. მე გამომიტყდებით მეგობრებო და ვიტყვი რომ მე ვარ ძალიან დიდი მოძულე და მოწინააღმდეგე ყველანაირი სამცველიანი ტაქტიკის. ვერ ვიტან ამ ტაქტიკას, ვერ ვიტან ერთ-ერთ იმ გუნდს, რომელიც ამ ტაქტიკით თამაშობს. და ძალიან არ მინდა რომ ჩვენმა ნაკრებმაც ამ ტაქტიკით გააგრძელოს თამაში, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ის ფეხბურთელები და მათი უნარები რაც ახლა დაგვრჩა ნაკრებში მოითხოვს სხვანაირ ტაქტიკას და სხვანაირ მიდგომას და სწორედ ამას მოგახსენებთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა დაივიწყოს იქ დაცვაში თამაში და გოლების არ გააშვებაზე ფიქრი და უნდა ვითამაშოთ მაღალი პრესინგი მაღალ ტემპში. ჩვენი წინახაზი არის ამისთვის იდეალურად მომართული. ყავს ჟორჟ მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე თავდასხმაში, რომელიც ორივე არის მაგარი მუშა ფეხბურთელი. მიქაუტაძეს ოღონდ არ ბენინე და ეს რა ქვია, ოღონდ მაგან მოწინააღმდეგის ცველებს შეცდომა დააშვებინოს და მეტი არაფერი არ უნდა. ეგეთი აი ჩასაფრებული თავდამსხმელი, რომ მეტოქი შეცდომა და ჩასაფრებული თავდამსხმელი იშვიათად მინახავს ძალიან. და ძალიან კაი თვისება არის ჩემი აზრით ამის მაქსიმიზაცია არის საჭირო აუცილებლად რა. იმიტომ რომ ამ ბიჭს აქვს იმისი აი ეს ჟინი და წურვილი, რომ გოლი გაიტანოს და ნებისმიერ პატარა შეცდომაზე ჩაახტეს ეგრევე მოწინააღმდეგის ცველს. კვარაცხელია ყავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კაცი 4-0-ზე საკუთარ საჯარიმოსთან პატკაჩი შედიოდა. ანუ როგორ შეიძლება ეგეთი კაც პრესინგი არ ათამაშოს? ზურიკო ყავს დავითაშვილი, რომელიც ასევე მოწადინებულია, თუ სიტყვაზე მარჯვენა ფლანგზე იგივე წიტაიშვილი ითამაშებს, ისიც არანაკლებია. ნახევარმცველები ყავს ძალიან ისეთ კაი დინამიური კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამაგეიშვილები ძალიან კარგი დინამიური ნახევარმცველები არიან. შეიძლება ჩაკვეტაძეს არა აქვს ისა, მაგრამ ნუ ჩაკვეტაძესაც შეუძლია იგივე პრესინგში თამაში და ცოტა მიხმარება ამ წინახაზეს ამ საკითხში მაინც და ჩაკვეტაძეს ნუ სხვა პლუსები აქვს, დრიბლინგი და კრეატიულობა. ამ ბიჭის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენ ნაკრებისთვის და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს მართლა, იმიტომ რომ ჩაკვესთან ერთად და ჩაკვეს გარეშე ჩვენი ნაკრები არის ორი სხვადასხვა გუნდი სრულიად რა. და მე ვფიქრობ, რომ აი განსაკუთრებით კიდე იქიდან გამომდინარე, რომ ცველებიც ესეთი ყავს, ხო, აზაროვი ჩვენი ნაკრების საუკეთესო მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი არის შემტევი მარცხენა მცველი. და პრესინგი უნდა ითამაშოს და მარჯვენა მცველადაც გოჩოლეიშვილმა ამანაც პრესინგი უნდა ითამაშოს და ორი მაღალი ცენტრალური მცველი არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კომბინაცია იქნება, რავი, თვალი და გოჩოლეიშვილი, თვალი და საზონოვი ან ლოჩოშვილი და გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი და საზონოვი როგორც დაждდება, ხო? აი ეს 4 კაცი არის ალბათ ძირითადი მცველები მაინც. ეს რა ერქვა იმის ილია ბერიაშვილი, მე მგონი ხო? ეგ ფეხბურთელი აქამდე არც კი მსმენოდა ნაკრებში რომ ძირითადში და აქამდე მის სახელი გვარი არც ქონდა გაგებული. გადრანი კი ვიცოდი, მაგრამ ეს ბიჭი არ ვიცოდი ვაფშე. მაგრამ ძირითადი ბიჭები ვინც ყავს, ჩემი აზრით, აი ამ 4 კაციდან თვალი, ლოჩოშვილი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, ამ 4 კაციდან უნდა შედგეს დაცვის ცენტრი რა. ნუ გოჩოლეიშვილი უსწორად გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე. გოჩოლეიშვილს რატო ვიძახდი, გოგლიჩიძე უნდა მეთქვა. საბა გოგლიჩიძე, საზონოვი, მარცხენა ფეხით მოთამაშე, ლოჩოშვილი და თვალი. აი ეს 4 კაცი არ აქვს დიდად მნიშვნელობა, რომელ კომბინაციას დააყენებ, რომელიღაცა კომბინაცია საკმარისი იქნება. კაი, თავით კარგად მოთამაშე, მაღალი ახმახ ბიჭები არიან, შეიძლება დაცვის ორგანიზება ისე კარგად არ იცოდეს არც ერთმა როგორც კაშიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან რომ შეთამაშდნენ, რომელიღაცა წვლილი დადგეს და შეთამაშდნენ, დროთა განმავლობაში გარკვეულწილად ერთმანეთს შეუწყვილდებიან კარგად და რაღაცა ურთიერთგაგებას ჩამოიყალიბებენ ნაკრებში რა და ჩემი აზრით ეს უკეთეს საშუალებას მოგცემს, რომ პროსტა წინ პრესინგი ვითამაშოთ და უბრალოდ შევეცადოთ, რომ არა ის რომ გოლი არ გაუშვათ, არამედ უბრალოდ მეტი გავიტანოთ, ვიდრე გავუშვებთ. ამაზე მე რასაც გთავაზობთ,
ამაზე ჩვენ თანახმა უნდა ვიყოთ, რომ გოლებს გავუშვებთ. შეიძლება თამაში 2-3 გოლიც გავუშვათ, მაგრამ 4-5 უნდა გავიტანოთ რა. გვაქვს ამის შესაძლებლობა, ყავს გამტანი ფეხბურთელები, ხო? ყველა, აი ნახეთ რა, ჩვენ თავარ 3 შემტევს, ხო? მიქაუტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელი, სამივეს ევროპის ტოპ 5 ლიგაში 10 ან მეტი გოლი აქვს გატანილი თავის კარიერას რომელიღაც მომენტში. როდის იყო სხვა დროს საქართველოს ნაკრებში ესეთი სიტუაცია, ვაფშე არ ყოფილა ესეთი სიტუაცია არასდროს. ესეთი სიტუაცია საქართველოს ნაკრებში არასდროს არ ყოფილა, რომ 3 შემტევი ყავდეს, რომელსაც ტოპ 5 ლიგაში 10 ან მეტი გოლი აქვს გატანილი. სამის ერთად გამოშვება რომ შეგიძლია ეგეთის. ეგეთი აქამდე არ ყოფილა, ეგეთი სიტუაცია საქართველოს ნაკრებში აქამდე არ ყოფილა არასდროს. ხო და მაგითო ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ აქცენტი არ უნდა გავუკეთოთ არავითარ შემთხვევაში დაცვაზე, ჩვენ აქცენტი უნდა გავუკეთოთ შეტევაზე. ეხლა ვუყურებ ნაკრებს და არასდროს პრესინგს არ თამაშობ და მე ყველაზე მეტად მერცლება ნერვები მაშინ, როდესაც ვუყურებ ჩემ გუნდს, როცა ის პრესინგს არ თამაშობს. იქნება ნაკრები, იქნება ლივერპული, ნებისმიერი ვიღაცას უშემატკივრობ და პრესინგს არ თამაშობს. აი არ ვიცი, მაგაზე მეტად არაფერი არ მაბრაზებს ფეხბურთში. არაფერი არ მაბრაზებს მაგაზე მეტად ფეხბურთში. ანუ რა არის? ეს ფეხბურთი ითამაშება ბურთით. ბურთი თუ არ გაქვს, მაშინ რას აკეთებს საერთოდ, ხო? ბურთი თუ არ გაქვს, უნდა მოიპოვო ბურთი. იმიტომ ბურთი თუ არ გაქვს, ვიღაცები ფეხბურთს თამაშობენ და შენ პროსტა ხელს უშლი. აი ეგ არის რა. ფეხბურთი ითამაშება ბურთით. და ჩვენ თუ გვინდა რომ ფეხბურთი ვითამაშოთ, უნდა ვიზრუნოთ ბურთის მოპოვებაზე მაქსიმალურად სწრაფად, როცა ბურთი დავკარგეთ. და რა როგორ ხდება ეს? პრესინგით. კლოპის თქმია, არ არის იმაზე უკეთესი პლეიმეიკერი არ არსებობს, ვიდრე პრესინგიო. დაახლოებით ესეთი პარაფრაზირებას ვაკეთებ აქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შინაარსი კლოპის ფრაზის იყო ეს, რომ შენ თუ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოიპოვე ბურთი, ხო? ამაზე უკეთეს სიტუაციას ერთ-ერთი ის ვერ შეგიქმნის პლეიმეიკერი რა. და რაღა დაგრჩენია მეტოქის საჯარიმოში ბურთი თუ მოიპოვე, 1-2 შეხებაში შეიძლება გოლი გაიტანო, მაგრამ თუ შენ საჯარიმოში მოიპოვე ბურთი, იმ ბურთიანას საჯარიმოდან შეიძლება საერთოდ ვერ გახვიდე. და მით უმეტეს, თუ მაინდა-მაინც კრეატიული ფეხბურთელები არ ყავს და პრესგამძლე ფეხბურთელები არ ყავს, დაცვიდან ბურთის პასებით ამოტანა ვაფშე უნდა დაივიწყო. ვაფშე ეგეც ანუ იქ რომ ბურთს დებს და ყველანი ჩამოდივართ უკან და ვათ არავითარ შემთხვევაში. ეგრევე ბურთი ყველანი წინ, ბურთი წინ და მეორე ბურთზე ბრძოლა. მეორე ბურთი არ არის პირველი ბურთი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი როგორც მეორე ბურთი. ერთადერთი არის რომ ბურთი წავიდეს ისეთ ზონაში, აი სიტყვაზე არის დარტყმა კარიდან და მამარდაშვილმა გაუშვა წინ ისეთ ზონაში უნდა წავიდეს, სადაც მოწინააღმდეგესთან ჩვენი მოთამაშე შევა ორთა ბრძოლაში. აი ეს უნდა იყოს. არა ბურთს მოიგებს და პას გააკეთებს და რაღაცა კი არა, ორთა ბრძოლაში შევა. და მეორე ბურთზე ბრძოლა და მეორე ბურთის მოპოვება და იმის შენარჩუნება და შეტევისაწყობა ეს უნდა გქონდეს დახვეწილი. ჩემი აზრით არის აი ეს ტაქტიკა დასანერგა. ამას ახლა სანიოლი გააკეთებს თუ ვიღაცა სხვა, არ ვიცი. მე პირადად არ მჯერა რომ სანიოლი გააკეთებს, იმიტომ რომ თავისაზე არის ჩაციკლული და თავისას მიერეკება და გონია რომ ვიღაცა სხვა ჯობია მოვიდეს, ვინც ესე ათამაშებს გუნდს. უნდა ვითამაშოთ ძალიან აი direct, რასაც ეძახიან ინგლისში, პირდაპირ. არ არის საჭირო ეს პასებით ამოსვლა და რაღაცა საკუთარ ნახევარზე ბურთის გათამაშება არ გამოგდის. მით უმეტეს როცა 5 მცველით თამაშობთ, ესეთი რაღაცები არ გამოგდის. და ბურთიანა მეტოქის ნახევარზე ასვლა არ გამოგდის ყოველ ანუ სისტემატიურად რა. თუ ავდივართ ბურთიანა მეტოქის ნახევარზე, მეტოქი უკვე დაცვაშია ჩამჯდარი. ჩვენი სიძლიერე, ჩვენი გუნდის სიძლიერე არის სივრცეებში და სისწრაფეში წინახაზ. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი ძალა. და ეს თუ გვინდა რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ბურთი წინ უნდა ავიტანოთ სწრაფად, ვიბრძოლოთ მეორე ბურთებზე და შევქმნათ სივრცეები პრესინგის მეშვეობით რა. ეს არის ეხა ისეთი დრო ხო აღარ არის რომ ფიზმომზადება არ უწყობს ხელს ქართულ ფეხბურთელს იმაში რომ პრესინგი ითამაშოს, ან ვაფშე 90 წუთი მოედანზე გაატაროს. ხო, იყო ადრე აი ამ ფეხბურთელების წინათაობაში იყო ეს პრობლემები და იყო ძალიან მძიმე ეს პრობლემები, იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო იმისთვის, რომ ხალხს სწორი ფიზიკური მომზადება გაევლოთ. მე სულ მახსენდება გიორგი კალატოზის ნათქვამი ორშაბათობაში, რომ
დინამოს აკადემიაში თუ რაღაც გუნდში თამაშობდიო, ვიყავიო ცენტრალური მცველე პატკატი არ მაქვს გაკეთებული არც ერთი. და ანუ რატო ხო გიორგი კალატოზი არის რაღაც 90-იანების პირველ ნახევარში დაბადებული ხო და ასფალტის მოედნები იყო, მან რანაირად გააკეთებ პატკატს, ხო? მან როგორ გინდა რომ წესიერად თამაში ისწავლო და წესიერად ფიზმომზადება გაიარო, ხო? ანუ ხალხი ტრამვას იღებს, იმიტომ რომ მიჩვეულია ჩვეულებრივ ბალახზე თამაში და მერე სადღაცა ხელოვნურ მინდორზე უწევს თამაში და იქ ხან კუნთი უწყდებათ და ხან სახსრებით კივათ და რაღაცა რა. აი ეგეთი ისაა სიტუაცია არის, ანუ წინა თაობას არ ქონდა იმის საშუალება რომ ესეთი კარგი ფიზმომზადება გაიარა და სწორად ევარჯიშა როგორც ფეხბურთელს შეშვენის, ხო? თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთელს. მაგრამ ამ თაობაში ეგ პრობლემა არ არის. ამ თაობაში არ არის ის პრობლემა, რომ ცუდი ფიზმომზადება აქვს გავლილი და რაღაცა. განსაკუთრებით აი მიქაუტაძეს, ხო? მიქაუტაძე საერთოდ არა ქართული საფეხბურთო სკოლები გავლილი. იმას აქვს ევროპული საფეხბურთო სკოლები გავლილი, რომელიც კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყო იმ თავიდანვე, როცა მიქაუტაძე იქ აკადემიაში თამაშს იწყებდა, ხო? და ამიტომაც ჩვენ უნდა ვითამაშოთ პრესინგი, უნდა გამოვიყენოთ აი ამ ფეხბურთელებს ეს ჟინი და მონდომება, რომ ბურთი მოიპოვონ და მათი ძლიერი მხარეები, სისწრაფე, სივრცეში სისწრაფე, ერთ-ერთზე მეტოქის მოტყუება, ხო? ანუ ხვიჩა კვარაცხელია, როდის არის ყველაზე დამანგრეველი მეტოქის, როცა სისწრაფეზე გარბის და ერთ-ერთზე ამ ცოლთან, ხო? როცა დგას ბურთით და ორი კაცი უდგას წინ, ამ დროს ხვიჩა კვარაცხელია კი არა, მესის და რონალდოს უჭირდათ რა. აი ეს სტატიკაში, ხო? ძნელია კაცი პროსტა ესე მოატყუო და რაღაცა შექმნა შენით. ამიტომაც, აი ეს კონტრშეტევა და სივრცეების გამოყენება, პრესინგი, მაღლა, ეს იქნება ჩვენი გასაღები. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გზა არის ეს, რომ ანუ ავიღოთ ის რისკი და დაუშვათ ის, რომ გოლებს გავუშვებთ, მაგრამ ვიზრუნოთ იმაზე, რომ რამდენიც გაგვიტანეს, ორინდენი ჩვენ გავუტანოთ რა. არ არის პრობლემა. მირჩევნია ისრაელთან მოვიგო 5-3, ვიდრე ვითამაშო ფრე 2-2 რა. ბევრად მირჩევნია. და იგივე ლიეტუასთან მირჩევნია 6-2 მოვიგო, ვიდრე 2-0 მოვიგო. ერთ-ერთი ყველაზე კაი ისეთი თამაში რაც მახსენდება ბოლოს დროს არის აი ბულგარეთს რომ მოვიგეთ 5-2. ერთ-ერთი ყველაზე კაი თამაში იყო რაც აი მე ისე მახსენდება. ხო რა, იმიტომ ესეთი გახსნილ აი ფეხბურთი ვითამაშეთ, გავუშვით კიდევაც, მაგრამ ორინდენი და მეტი გავუტანეთ კიდე იმათ, ხო? ხო და ამიტომაც ჩემი აზრით ნაკრებს თუ უნდა წინსვლა არის ეს გზა. ახლა მე არ ვიცი იქ ზოგადად არასწორი იქნება რომ სიტყვაზე ზევიდან დაევალოს მწვრთნელს რომ ესე ათამაშეთ გუნდიო. ეხლა რაღაცა მივიდეს კობიაშვილი ან იაშვილი ან ვიღაცა და უთხრას რომ გინდა თუ არა ეხლა ესე ათამაშე გუნდიო რა. ეს არ არის მწვრთნელის კომპეტენციაში, არ უნდა ჩაერიოს ზოგადად არავინ. ზევიდან არავინ არ უნდა ჩაერიოს მწვრთნელის კომპეტენციაში, არ არის ეს ჯამრთელი. მაგრამ ჩემი აზრით ვიღაცა არის ისეთი მოსაყვანი, ვინც ამ სტილით ითამაშებს რა. მართლა რო იყოს, რა ქვია, ანგელოს პოსტეკოულუს მოვიყვანდი ნაკრებში. მართლა. აი კი არ წამოვადა რაღაცა, მაგრამ ისეთი მწვრთნელიც არაა, რომ ძალიან საში ვარსკვლავებს ეთამაშებოდეს და უფრო მაღალი კალიბრის მწვრთნელები მოგვიყვანია ჩვენ საქართველოს ნაკრებში რო რამე. ასე რომ რა ვიცი, მე გავუგზავნო შეთავაზება ანგე პოსტეკოულუს და ეგება კი ჩამოვიდეს და კი გაწვრთნას ნაკრები, იმიტომ რომ ეგ არის კაცი, რომელიც აი ულტრა შემტევ პრესინგის ის ქადაგებელი ისაა. და კიდე ერთი რაღაცა, ბოლო რაღაცა, რაც მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ გვჭირდება სტანდარტების დამუშავება რა. აი ის რო კუთხურებს, ჯარიმებს და ესე სტანდარტებს უკეთესად ვიყენებდეთ. ეს გვჭირდება აუცილებლად. იმიტომ რომ როდესაც შენ ხარ შედარებით, ანუ ესე ვთქვათ, გრანდებში არ გადიხარ, ხო? უნდა ეცადო მაქსიმალურად რომ სტანდარტები კარგად გამოიყენო. მით უმეტეს ეხა ეს ტენდენცია არის ფეხბურთში და აბსოლუტურად სწორი ტენდენცია და აბსოლუტურად სწორი მიგნება, იმიტომ რომ სტანდარტული სიტუაციების მაქსიმალურად გამოყენება, ხო? ბევრ დადებიც აძლევს გუნდს რა. აი, ბევრი რაღაცა შეიძლება გუნდს აკლდეს, მაგრამ აკომპენსირებდეს სტანდარტების გამოყენებით. მაგიტო იყო რომ რაღაცა
ალარდაისის და ტონი პულისის და ეგეთ ტიპების გუნდების სტანდარტებზე ამხელა აქცენტს აკეთებდნენ, იმიტომ რომ იმათ რახან არ ყავდათ ისი გამთამაშებელი და კაცის მომტყუებელი და ასეთ ფეხბურთელები, ყავდათ ზატო 6 ცენტრალური მცველი იმაში, რა ქვია, ძირითად შემადგენლობაში ყველა 1.85 მ მაღალი და დავაი იმასკენ და იმას რა ქვია, გარეთ მაკოლის და კრეიგ დოუსონს გოლზე გაქონდათ რა. ხო და აი რაღაცა მსგავსი ისეთ იმის იმპლემენტაციაც ჩემი აზრით სწორი იქნება. არ არის ეს ურთიერთგამორიცხავი, შემიტევი ფეხბურთი და ამავდროულად სტანდარტები და ის მაქსიმიზაცია, ხო, არ არის ურთიერთგამორიცხავი რაღაცა. ხო და აი ეს არის ჩემი მოსაზრება, ანუ მოკლედ რომ ვთქვა, უნდა ვითამაშოთ აუცილებლად, უნდა პირველ რიგში უნდა სამცველიან ტაქტიკა უნდა მოვსპოთ, უნდა დავბრუნდეთ 4-ცველიან ტაქტიკაზე, 4-3-3 ან 4-2-3-1, რავი, როგორც გაგიხარდებათ. ძირითადი შემადგენლობა სიტყვაზე შეიძლება იყოს მამარდაშვილი კარებში, ლოჩოშვილი საზონოვი დაცვაში, მარჯვნივ გოჩელეიშვილი, მარცხნივ აზაროვი, ნახევარდაცვის ცენტრში კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, მარცხნივ კვარაცხელია, მარჯვნივ დავითაშვილი, წინ მიქაუტაძე. აი, პირობითად ეს შეიძლება იყოს და ნუ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ამოაკლო ვიღაცა სხვა ჩასვლა იქ. მიქაუტაძის მაგივრად ბუდუ, ან იმის რა ქვია, დავითაშვილის მაგივრად წიტაიშვილი, ან საზონოვის ნაცვლად გოგლიჩიძე. რაღაც აი ნებისმიერი პატარა ესეთ ცვლილება ინდივიდუალური შეგიძლია გააკეთო, ხო? და ჩემი აზრით ეს ტაქტიკა უნდა დაინერგოს, პრესინგი უნდა ვითამაშოთ, აუცილებლად მუდმივად პრესინგი უნდა ვითამაშოთ. აი ხა ის მახსენდება რა კლოპის ლივერპული რაღაცა მანჩესტერ სიტის მეგობრი 4-1 უგებდნენ და რობერტსონი მარცხენა მცველი ედერსონს აწუხებდა. ანუ აი ეს მომენტი ხო მაგით მიაღწია იმ კლოპის ლივერპულთან წარმატებას და მაგიტო შეაყვარა ბევრ ადამიანს თავი რომ ეს იყო მონდომე აი რასაც ვერასდროს ვერ ვეტყვი იმს რომ მონდომების ნაკლებობა იყო რა. როცა პრესინგს თამაშობს გუნდი, როცა ცდილობს ბურთის მოპოვებას, როცა დარბის და მართლა თავს არ ზოგავს, ვერც ერთი გულშემატკივარი იმას ვერ იტყვის, რომ ამ გუნდმა რაღაცა დააკლო და ამ გუნდმა თავი არ დადო და ამ გუნდმა დაიზარა. არა, ეს გამორიცხული ამას ვერ იტყვი, როცა აშკარად ხედავ, რომ ტიპა 15 კილომეტრი ირბინა პრესინგზე, ხა მე რანაირად გინდა მოუბრუნდა იმას და უთხრა რომ შენ რაღაცას ვერ შვებიო რა. პრესინგი და სტანდარტები უნდა დავამუშავოთ. სტანდარტები უნდა დავამუშავოთ უკეთესად და შევეცადოთ ამ სიტუაციების მაქსიმიზაცია. მაინდა-მაინც ეხა ახმახი გუნდი ჩვენ არ აქვს. იმისთანა რომ ისა ვქნათ რაღაცა აი ძალიან დიდი კონკურენცია გავწიოთ, მაგრამ ყავს 1.90 მაღალი ცენტრალური მცველები, ყავს მიქაუტაძე რომელიც ძალიან კარგი ისეთი თავდასხმელია, ნუ ასევე ბუდუ ყავს რომელიც კარგი ისეთი ფიზიკურად ახმახი ის არის, ცენტრ ფორვარდი, ყავს ვიჩა კვარაცხელია რომელიც ასევე 1.80 მაღალია და ყავს კარგი სტანდარტის შემსრულებლები, იგივე ჩაკვეტაძე, თვითონ ხვიჩა ზურიკო დავითაშვილი ძალიან კარგი ვარიანტია. მე ჩემზე რო იყოს ცენტრალურ მცველებს მიქაუტაძეს, კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს გავუშვებდით საჯარიმოში და კუთხურს ჩააწვდი და ან აზაროვი, მარჯვენა ფლანგიდან აზაროვი, მარცხენა ფლანგიდან ზურიკო. აი ამას ვიზავდი სასტარტო ეტაპზე მე. და ნუ მე ვნახოთ ახლა. ეს არის პრინციპში ჩემი მოსაზრება, აი მომავლის შესახებ, რაც ელოდება ნაკრებს და თუ ჩვენ გვინდა რომ წარმატებას მივაღწიოთ, ჯობია რომ ეს დაცვის გამაგრებაზე და რაღაცაზე თქვა უარი, იმიტომ რომ არ უყავს ის ფეხბურთელი, რომელიც დაცვას დააორგანიზებს და შესაბამისად ჩვენ დაცვას ყოველთვის რაღაცა სიმყარე დააკვდება, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ შეტევაში ჩვენი პოტენციალის მაქსიმიზაციაზე, სწრაფი კონტრშეტევების, სწრაფი თამაში, სწრაფი ტემპი, პრესინგი მუდმივი და ბურთის წინატანა ეგრევე, არ გვინდა ეს გათამაშება და ისა, ბურთი წინ, მეორე ბურთისთვის ბრძოლა. ეს არის პრინციპში ის გზა, რომელსაც ჩემი აზრით ყველაზე მეტი წარმატების მოდანი შანსი აქვს. რა თქმა უნდა, მოვისმენ სხვა მოსაზრებებსაც, არა ვარ მე მაინდა-მაინც ისე რომ მარტო ეს არის, უბრალოდ აი ყველაფერი რო ავწონდავწონე, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე ძვირფასო მეგობრებო და
რა ვიცი, თქვენც მითხარით, თუ მე ნახავს ამ ვიდეოს, თქვენც მითხარით, თქვენ რა გზას ხედავთ და როგორ გირჩევნიათ საქართველოს ნაკრები წავიდეს წინ. დღეისთვის პრინციპში სულ ეს არის, შემდეგ ვიდეოს მე დავდებ განახლებულ საფეხბურთო კალენდარზე. მე მაქვს მომზადებული, კაი ხანია ეს იდეაც მაქვს, განახლებული საფეხბურთო კალენდარი და მინდა რომ აი ამ კალენდარზე ვისაუბრო და რითი არის ეს კალენდარი უკეთესი დღევანდელ კალენდართან, ცოტა რომ უფრო ფეხბურთელებს კარგი დასვენების და ძალების განაწილების საშუალება ჰქონდეთ, ასე შემდეგ, ამას უფრო დაწვრილებით შემდეგ ვიდეოში მოგახსენებთ. დღეისთვის სულ ეს იყო არხი ფეხბურთის მასწავლებელი, მე ვიყავი და ვარ ცაგა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და